მოგესალმებით მეგობრებო. დღეს კვლავ ჩემი მორიგი პოდკასტია და საოცრად საინტერესო ახალგაზრდა პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი უпроსწორედ გიორგი მდივანი ყოლება სტუმრად და გავივლით ბატონ გიორგისთან ერთად მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას. მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ, მივესალმებით თქვენს აუდიტორიას, კეთილი იყოს შემეკეთი თქვენს პოდკასტში და წარმატებებს ვისურვებთ პირველ რიგში. გიორგი, პირველი შეკითხვა რაც მაქვს არის გამომდინარეობს იქიდან, რომ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა. დავიწყოთ სრულთავიდან, ანუ იყო 50 დღე ვადა მიცემული, შემდეგ შეიცვალა 12-ზე, მე ის 2 დღეც მოვაკლო, დავიდა 10-ზე. და ხანდახან ისეთი განსამჩება, რომ ეს ყველაფერი სახუმაროც და საქილიკოც იქნებოდა, საქმე რო არ ეხებოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოს სიმშვიდე არის ამ კაცზე და ამ ქვეყანაზე დამოკიდებული. აბა განმარტოთ, რას მოიცავდა, რას გულისხმობდა ეს ყველაფერი და როგორ ტრანსფორმირდა და სადამდე მივიდა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეს 50 დღიანი ეგრეთ წოდებული ულტიმატუმი, რაც ტრამპმა გაუყენა რუსეთს, ხო? ზოგადად ეხლა ტრამპი სატარიფო პოლიტიკის მომხრეა, თუ თავიდან რო დავიწყოთ ცოტა გრძელი გზით და ამ ტარიფებში ესახება ეკონომიკის გაჯანსაღების წინაპირობა და არის ამაში რაღაც სიმართლე და თანმიმდევრულობა, უბრალოდ ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში საფრთა კავშირის დაშლის შემდგომ შეგვაჩვიეს იმას, რომ ეს თავისუფალი ბაზარი არის უალტერნატივო, ეს ნეოლიბერალური ეკონომიკური სისტემა, რაც ფაქტობრივად თავიდან ბევრ ქვეყანაზე საექსპერიმენტო მოდელით ვრცელდებოდა, დაიწყო ეს ჩილეში, ჩიკაგოს სკოლის ეკონომისტების მეშვეობით, მეც სახელი იყო, იმიტომ რომ ჩიკაგოს საუნივერსიტეტო სკოლას წარმოადგენდნენ და შემდგომ თავარ ამ შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში ვიხილეთ ეს ნეოლიბერალიზმის აღმავლობა, ტეჩერის და რეიგანის მეშვეობით ისინი უწყობდნენ ამას ხელს და ტეჩერი მაგალითად ესეთ რაღაც გამაუგნებელ ფრაზებსაც კი ამბობდა, რომ არ არსებობსო ესეთ ეგრეთ წოდებული საზოგადოება, არის მხოლოდ ინდივიდუალებისგან შემდგარი, ასე ვთქვათ, ერთობაო და აქაც კარგად ჩანს. შემდგომ ეს ყველაფერი განვითარდა, ჩაირთო დასავლური ეკონომიკური იმპერიალიზმის ინსტრუმენტები, მსოფლიოს ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახით და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის სახით და ყველაფერი ისე მიდიოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუმცა ტრამპმა თავისი პირველი ვადის დროსაც დაიწყო სხვადასხვა სატარიფო ღონისძიებების გატარება, მაგრამ მაინც ეს გლობალურად რო ავიღოთ, ტარიფები მცირდებოდა, ეს თვითმფრინავი იზრდებოდა, ესე იგი ეს გლობალიზაციის ერა შევიდა პირში და უკვე დაიწყო დამცვა, იმიტომ რომ ჩვენ რო ავიღოთ დასავლური ქვეყნები და მათი ეკონომიკური წარმატების ისტორიებს რო გადავხედოთ, არც ერთი დასავლური ქვეყანა არ გამხდარა მდიდარი და არ მოუპოვებია მსოფლიო დომინაცია, პირველ რიგში ეკონომიკური, იმ პოლიტიკების გატარების წყალობით, რასაც ჩვენ ვირჩევდნენ ბოლო 30 წლის განმავლობაში. იმიტომ რომ იქნებოდა ეს შეერთებული შტატები, მათ შორის ჰამილტონის რეფორმები ცნობილი, იქნებოდა ეს გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თუ საფრანგეთი, ყველა ეს ქვეყანა თავის დროზე, ასე ვთქვათ, წინ მიდიოდა და ხდებოდა ესე დომინანტური ეკონომიკური თვალსაზრისით სახელმწიფო აქტიური სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით, რაც გულისხმობდა ძალიან დიდი რაოდენობის სუბსიდიებს, სახელმწიფო სექტორს ეკონომიკურს, ახალი დარგების განვითარებას და სახელმწიფო არ იყო განზე გამდგარი და არბიტრისის არ ქონდა მას როგორც
ჩვენ გვარწმუნებენ ამაში. სახელმწიფო იყო თვითონ შემოქმედი, აი მათ შორის ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა სატარიფო პოლიტიკები. ანუ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას აქვს ემპირიული საფუძველი და ბაზა. ეს არ არის რაღაც ერთი ადამიანის ახირება. რაც ვიღაცებს შეიძლება ესე გონიათ თან ესე ასაღებთ. ეხლა რაც შეეხება და როგორც ვხედავთ, ტრამპმა თითქმის ყველა ქვეყანასთან ახალი ფურცლიდან დაიწყო ეს სატარიფო პოლიტიკა. ეხლა უშუალოდ რუსეთისთვის მიცემულ ამ 50 დღიან ულტიმატუმს რაც შეეხება და მე უკვე შემცირებული 12 დღემდე და 10 დღემდე. რეალურად ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ის, რომ ის დაამთავრებდა უკრაინის ომს. როგორც თვითონ განმარტა ის დაპირება, რომ ერთი დღის განმავლობაში შეუძლია მას ამ ომის დამთავრება, შემდგომ როგორც აღნიშნა ცოტა ხნის წინ, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთო, ეს რეალურად იმას ნიშნავდა, რომ ძალიან მალე მოვახერხებდი ამ ერთი უბრალოდ ესე პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთ. მაგრამ ტრამპის როგორც ეხა ბოლო დროინდელი მოვლენები გვიჩვენებს, ცოტა ჩიხში შევიდა, იმიტომ რომ ის რაც მან დაანონსა არჩევნებამდე, რომ ის დაამარცხებდა global deep states, როგორც დრო გვიჩვენებს, აქ თუ ისე მარტივი და ესეთი ადვილად რეალიზებადი გამოწვევა გამოდგა და მას ბევრი წინააღმდეგობა აქვს სხვადასხვა ფრონტზე. შესაბამისად, ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინის ომი მაინც ჭიანურდება. უკრაინის ომი ჭიანურდება ბევრი მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი ერთ-ერთი არის ის, რომ ევროკავშირს ასულს ამ ომის დამთავრება, მოდი პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და ის ვიღაცა რომ არ ჩაგვითვალოს რაღაც ჩვენ ინტერპრეტაციას, თვითონ ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები ავიღოთ. იგივე დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინისთვის ზავი შეიძლება უფრო საფრთხო აღმოჩნდეს ვიდრე ომის გაგრძელება. აღარ ჩამოთვლის ათითაოთ, მაგრამ ბალტიისპირელი ლიდერები, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვიის ლიდერები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ უკრაინას, რომ გაიგრძელებინა ომი. ბრუნო კალი, გერმანული დაზვერვის ხელმძღვანელი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ეს ომი შეიძლება ეს ომი სასურველია, რომ კიდევ რამდენიმე 5-6 წლის განმავლობაში გაგრძელდებსო. კიდევ უამრავი პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ შევეხები ურსულა ფონ დერ ლაიენს და კაია კალას, რომლებიც აი ევროკავშირის პოლიტიკური დაღმასვლის გამოხატულებები არიან და იმ არადიპლომატიური ლექსიკისა და იმ ზოგადად კრიზისისა, რაც დღესდღეობით აი ევროსტრუქტურებში სუფევს. და აი ამ ყველაფრის გარდა კიდე არის მეორე მომენტი, რომ რუსეთს სრული კონტროლი მოიპოვოს 4 უკრაინულ რეგიონზე, ხო? ზაპოროჟიაზე, დონეცკზე, ლუგანსკზე, რაც უკვე კონსტიტუციაში აქვს გაწერილი და ასე ვთქვათ, მიჩნეული აქვს თავის ტერიტორიებად. და აქ არის კიდევ მესამე ელემენტიც ემატება ამას, ზელენსკი და ზელენსკის მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც აფიჩნობიერებს იმას, რომ ომის დამთავრება ან შეწყვეტა, ან ზავი, ან ნებისმიერი თქვა ტექნიკური გადაწყვეტილება, რაც საომარი მდგომარეობის შეჩერებას მაინც გულისხმობს ან კონფლიქტის გაყიდვას, მათთვის იქნება დასასრულის მომაახლოვებელი, იმიტომ რომ ზელენსკის ჩასატარებელია არჩევნები, მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება უკრაინის საზოგადოებაში მეტისმეტად არის გაზრდილი. ყველა მათ შორის უკვე ზელენსკის თანაგუნდელები, არათუ კრიტიკოსები საუბრობენ პირდაპირ ავტოკრატიაზე, რაც უკრაინაში არის. თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მედია იდევნება, კორუფციაში ქვეყანა ჭაობამდე ჩაფლული
ოპოზიციური არხები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები პირდაპირ აკრძალულია და ფაქტობრივად ისეთი სურათია, რომ ეს ყველაფერი ბჭყალებში პრავდება ეგრეთ წოდებული, ან რუსული საფრთხით, ან ომის მიმდინარეობით და ეს დიდხანს კიდევ ვეღარ გაგრძელდება. შესაბამისად, ტრამპს ეხლა სურს რაღაცა ცვლილებების შეტანა ამ მოქმედებაში. მაგრამ მეორე მხრივ ტრამპი, რომელიც მოვიდა და ტრამპის ადმინისტრაცია, მათ შორის რუბიოს იმ დაპირებებით, რომ ეს ეხლა ჩვენ ვართ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, რაც გულისხმობს რაღაცა დონეზე შეთანხმებას შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოვებაზე, ხო, ამ შეთანხმებაზე, აქ მოყვება შესაბამისად უკრაინას და საქართველოს. და ეხლა ტრამპი ცდილობს, რომ რაღაც მანევრირება შეძლოს. ეხლა ტრამპის ალბათ ძალიან კარგად ხდება ისევე როგორც ბევრი ის ადამიანი, ვინც თვალყურს ადევნებს ამ მოვლენებს, რომ ტრამპის ულტიმატუმი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, საშუალო სტატისტიკურ რუს ჯარისკაცზე, რომელიც სანგარშია იქ და უკვე იმდენი რამდენი წელია იბრძვიან, რა გავლენას მოახდენს ტრამპის მიერ ახალი სანქციების გამოცხადება ან დაწესება რუსეთისთვის, რუსეთის შემდგომ აგრესიულ ასე ვთქვათ, სულაზე არანაირი სერიოზული გავლენა არ ექნება, იმიტომ რომ რუსეთი უკვე არის ეკონომიკურად ყველაზე სანქცირებული ქვეყანა დღესდღეობით და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში და უკვე რუსეთისთვის აღარ არსებობს რაღაცა ის დასაკარგი, ეგრეთ წოდებული რაც ესე ვთქვათ, მისთვის იქნებოდა თუნდაც რეპუტაციული დარტყმა უკვე მიღებული აქვს საკმარისზე მეტი. რეპუტაციული დარტყმა მიღებული აქვს, თუმცა რეპუტაციული კუთხით საკმაოდ გამოასწორა რეპუტაციული კუთხით შარშან სერიოზული ბრიქსის სამიტი ჩატარდა ყაზანში, სადაც სოფლიო ქვეყნების უმრავლესობა იყო წარმოუდგენელი, ჩვენ თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ მხედველობაში. რუსეთი ხარში უდგას აფრიკულ, ასე ვთქვათ, ნეოკოლონიალური აფრიკული ქვეყნების და ლიდერების ბრძოლას დასავლური ნეოკოლონიალური პოლიტიკის წინააღმდეგ და შარშან სამი ქვეყნიდან გამოაძევეს საფრანგეთი, ხო, ჩადიდან, ნიგერიდან და ბურკინა-ფასოდან თუ არ ვწდები სახედო გადატრიალების მეშვეობით და ის ტრამპის მიერ გამოცხადებული ის 50-მერე უკვე შემცირებული ეს ულტიმატუმი ჩემი აზრით დიდი შედეგის გარდატეხის მოხდენას კი გაუჭირდება და ტრამპის ამას ათვისნობიერებს. უბრალოდ ერთია ტრამპი რას ამბობს რაღაც კამერების წინაშე, მეორეა რეალურად რას აკეთებს. ხო, ჩვენ ყოველთვის თან ტრამპი მით უმეტეს არის ისეთ ქარიზმატული ლიდერი, რომელმაც იდეალურად იცის კამერებთან მუშაობა, რომელმაც ფაქტობრივად ის სოციალური მედიის პოდკასტებით, აი ამ მეინსტრიმული არხების განზე გაწევით მოიგო არჩევნები და თუნდაც ის გასტროლა, როდესაც ის არ დაიბნა და სამოდგა და ესე ხელი აწია, აი მან უკვე ჩანდა რომ ის გამარჯვებული იყო და ეს რაღაცები ტრამპს კარგად აქვს გათვისებული და შესაბამისად ეს არის ერთგვარი ლეველი ტრამპის მხრიდან, ხო? ისიც არ უნდა დავივიწყოთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტრამპმა გააუქმა უკრაინას წინა ადმინისტრაციის მიერ დახმარებები მიღებული იყო გადაწყვეტილებები ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის დახმარების თაობაზე, ამან გააუქმა. ეს მოუხსნა სერიოზული რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ფიქრებმა გადაწყდა ამის თაობაზე საგარეო თავდაცვის მინისტრმა შეერთებული შტატებისა, როდესაც დაიწყო ისრაელ-ირანის კონფლიქტი. დატოვა ფაქტობრივად პოლონურ ჟეშუში მდებარე სამხედრო ხაბი, რაც იყო მთავარი მომარაგებელი უკრაინის გააუქმა, ამერიკა გავიდა იქედან
და დღეს საქმე დააყენა იმგვარად და ისე რომ ევროპელები ეხვეწებიან იმ შესაძლებლობაზე რომ მოდი ჩვენ გადავიხდით თანხას და შეძენის უფლება მაინც მოგვეწითო ამ სამხედრო არსენალის რომ ეს გაუგზავნოთ უკრაინელებს რომ წარმოიდგინეთ არათუ დახმარებას აღარ უგზავნის და მოუხსნა იქ დიდი რაოდენობის სამხედრო არსენალი არამედ სახვეწარი აქვს ეს ევროკრატიას ის რომ ტრამპმა მიცეს მათ შეძენის უფლება ხო ესეც მრავლის მეყველია და რა თქმა უნდა ეხლა ტრამპი ესეთი რაღაცა რიტორიკის დონეზე სხვა თავის ელექტორატსაც რაღაც საკენს გადაუხრის მაგრამ უნდა შევაფასოთ ჩვენ ქმედებებით ფაქტობრივად სამხედრო კონფლიქტიდან შეერთებული შტატები არის გასული ევროკავშირმა რომ შეიძინოს და ევროკავშირის საქმე ძალიან ცუდად არის მე შეგვიძლია ვისაუბროთ რატომ მაინც უკრაინა ამ ლოგიკის დიდხანს ვერ გასცემს თუნდაც ევროპელებმა ყოველწლიურად რაღაც რაოდენობის ასე ვთქვათ შეიარაღება შეიძინონ უკრაინელებს გიორგი, აი ეს დროულად ახსენე ზუსტად ახლა მინდოდა მორიგი კითხვა დამისვა. Von der Leyen-თან როცა შეხვედრა იყო შოტლანდიაში ტრამპის თავის კერძო გოლფ კლუბში. Ну, ესე იგი ვიზუალურ მხარეს და რაღაცა პროტოკოლს არ გულისხმობ. შინაარსობრივად ეს ბევრმა ექსპერტმა განმარტა ისე, რომ თითქოს იყო ევროპის უკან დახევა, დაჩოქება და რაღაც მრავალი ამდაგვარი ეპითეტით შეამკეს ეს შეხვედრა. რეალურად ტრილიონ ნახევარ სარგებლზეა ლაპარაკი ამერიკის სასარგებლოდ. აქედან 600 მილიარდი კერძო სექტორს დააწვა. დანარჩენ თანხაში არის ენერგომატარებლების შესყიდვა, სახელმწიფო სამხედრო კონტრაქტები და ასე შემდეგ. რამდენად ეს შესაძლებელია და რამდენად აქ von der Leyen-ი საერთოდ უფლება მოცილი იყო მსგავს ხელშეკრულებებზე ხელი მოეწერა. ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ von der Leyen-ი არ არის ევროპელების მიერ არჩეული პოლიტიკოსი. ის არის უბრალოდ დანიშნული ბიუროკრატი, რომელსაც სამწუხაროდ აქვს ყველაზე მეტი გავლენა ევროპულ პოლიტიკაზე ფორმალური თვალსაზრისით და ყველაზე მეტი რეალურად ის არ წარმოადგენს როგორც კონკრეტული ასეთ ქვეყანას, მაგრამ არის ყველაზე ესეთი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი, მაგრამ ევროპელებს არ აურჩევიათ, ესეც კარგად მეტყველებს აი ევროკავშირის ანტიდემოკრატიულ ხასიათზე. რაც შეეხება ტრამპის და von der Leyen-ის შეხვედრას შოტლანდიაში ეს იყო სრულიად დამამცირებელი ევროპისთვის როგორც ფორმალური, ისე შინაარსობრივი, ისე გარეგანი გამოცხადებებით. ანუ 1 საათი დაუთმო ტრამპმა, აი ესე გადაუგდო 1 საათი, შეიძლება ასე ითქვას, თვითონ გოლფზე რო არ დაეგვიანებინა, თქვენ რო შეხედოთ მე პრეს-კონფერენციის შემდგომ ადრებს, როდესაც ტრამპი საუბრობს, აი რო შეხედოთ ურსულა von der Leyen-ის გამომეტყველებას ყველაფერი ნათელი გახდება. ანუ ევროკავშირმა რეალურად საკმაოდ ისეთი დამამცირებელი გარიგება მიიღო, გარიგებაც ძნელი, აი ალბათ რა ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებებსაც დებდნენ ხოლმე თავის დროზე ევროპული იმპერიები თავის აზიურ და აფრიკულ კოლონიებთან, აი შეიძლება მაგდაგვარი შედარებაც კი გავაკეთოთ, ხო აი უშუალოდ დიდი ბრიტანეთი ინდოეთთან რა ხელშეკრულებასაც დებდა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ევროკავშირი, რომელიც არის ეკონომიკურ, მიგრაციულ, ენერგეტიკულ კრიზისში და ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა აგერ გერმანიის სახით ლოკომოტივი 2-3 წელია მაინც ეკონომიკა ვერ იზრდება რეცესიაში შესული და ძალიან ცუდად მიდის საქმე. ყველა ფრონტზე დამატებით იღებს ვალდებულებას, რომ მოახდინოს არანორმალური თანხის ინვესტირება ამერიკულ ეკონომიკაში. საუბარია 750 მილიარდ დოლარზე და 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგომატარებლები უნდა ენერგო რესურსები უნდა შეიძინოს ევროკავშირმა შეერთებული შტატებიდან, რომელიც არის ბევრად უფრო ძვირი ვიდრე მისი რუსული ანალოგი და ეს ნიშნავს იმას, რომ
ევროპული ბიზნესის საქმე კიდევ უფრო გაუარესდება, იმიტომ რომ მათ დიდ კომპანიებზეა საუბარი, წარმოების ციკლი ეზრდება და ისეთ აძლიერებს მდგომარეობაში არიან. ეს ფაქტობრივად დაიწყო წინა ვადისას ბაიდენის მიერ შემოღებული ეგრეთ წოდებული Inflation Reduction Act-ი, ან ინფლაციის შემცირების აქტი, რომელიც ესეც საკმაოდ მრავალ ასეულ მილიარდიანი პროექტი იყო, რაც გულისხმობდა, ესე იგი, მწვანე ეკონომიკაში და განახლებად ეკონომიკაში და ესეთ სექტორებში მოღვაწე კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შექმნას, მათთვის გადასახადო შეღავათებს საუბარია, მაგალითად, ვინც აწარმოებს სხვადასხვა პანელებს, სხვადასხვა ავტომობილებს, ელექტროავტომობილებზეა საუბარი და საკმაოდ ისეთ ძირითადი სექტორია. მოიზიდა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ძალიან ბევრმა ევროპულმა კომპანიამ უკვე დატოვა ევროკავშირიდან. ეს იყო უკრაინის ომამდე. ან უკრაინის ომამდე იყო დაწყებული ეს ტრენდი, რომ ევროპული კომპანიები ბევრი ბიუროკრატიული შეზღუდვების, არაეფექტური მართვის თუ სხვა მიზეზების გამო უკვე ტოვებდნენ ევროპულ კონტინენტს. ამას დაემატა უკრაინის ომი, ამას დაემატა ევროკავშირის სუიციდალური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა. ამას დაემატა ის, რომ რუსულ ენერგორესურსებზე უარი თქვეს, რაც იყო ერთ-ერთი ფუნდამენტი აი ამ ევროპული ეკონომიკური სიმყარისა და სტაბილურობისა და წარმატებისა. ამას დაემატა ის, რომ აი ამ შეთანხმებამდე ურსულა ფონ დერ ჭალებში, რა თქმა უნდა, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ტრამპს შორის ტრამპმა გააზრდევინა ნატოს წევრ ქვეყნებს და ნატოს წევრ ქვეყნების დიდი უმრავლესობა მოდის ევროპულ კონტინენტზე. მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ ისინი გააზრდიან თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ამდე. ერთადერთი ქვეყანა წავიდა წინააღმდეგ დემონსტრაციულად, ეს იყო ესპანეთი და პედრო სანჩესი, მისი პრემიერ-მინისტრი და იქაც მერე უკვე დაიწყეს კორუფციული სკანდალების აგორება მის წინააღმდეგ, რომ სამაგალითოდ დაისაჯეს და სხვა ვერავის ვერ გაიგო. ანუ ისე რომ დაუბრუნდეთ თემას, პირველი დამცირება ევროპული კონტინენტისა იყო ის, რომ მათ მოუწიათ დათანხმება ტრამპის პირდაპირ მოთხოვნაზე, გაიზარდათ ნატოს ყველა ქვეყანას თავდაცვის სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ამდე. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. რეალურად დღესდღეობით 2% ფარგლებში მერყეობს. რამდენიმე ქვეყანას 2% დაგვაქვს. ეხლა რატო არის ეს დამაგრეველი, რატო იყო ეს ევროპული ქვეყნებისთვის და ევროკავშირისთვის პირველი დამცირება, სანამ მეორე დამცირება მივიღეთ, რომელიც მასშტაბურად უფრო აღემატებოდა. იმიტომ რომ ევროკავშირი და ევროპის ბევრი ქვეყანა წლების განმავლობაში იმიტომ იყო მიმზიდველი, რომ იქ იყო ასე ვთქვათ სოციალური საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო მოდელი საზოგადოების, რაც ნიშნავს ხარისხიან ჯანდაცვას, ხარისხიან უფასო განათლებას ადრეული ასაკიდან, რაც ნიშნავს სხვადასხვა ასე ვთქვათ პროგრამებს მოსახლეობის სოციალიზაციისთვის, საპენსიო უზრუნველყოფას და აი იმ მხარეს, რაც ბევრს იზიდავდა ევროპულ კონტინენტზე, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები უფრო მეტ დროს უთმობდნენ საკუთარ თავს, ოჯახს, მოგზაურობას, თვითგანვითარებას და არწმუნდნენ გადაქცეული, ასე ვთქვათ, თანამედროვე რობოტებად, როგორც ეს არის მაგალითად შეერთებულ შტატებში, როდესაც ადამიანებს თანათან უწევთ მუშაობა 10-12 საათის განმავლობაში და აი სტრესული გარემო მეტი აისახება იმაზე, რომ პირველ ადგილზეა მაგალითად შეერთებული შტატები ამ სხვადასხვა სუიციდალური, ამ სხვადასხვა ფსიქოლოგიური დაავადებებით, დეპრესიებით, ვერე აქ მთლიანი სექტორებია ეს big pharma, რომელიც ყველაზე გავრცელებული ეს მედიკამენტოზური საშუალება, რასაც უწენებ ხოლმე ოპერაციების მერე და რაზეც არის შემჯდარი შეერთებული შტატების ნახევარი. შეიძლება თქვენ შემახსენოთ
რომელიც მე რო აღნიშნავ ძალიან ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. ეს აპიოდათა ჯგუფი არის პრეპარატის დასახელება მეც არ მახსოვს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის საშუალებათაც იყენებენ სანექსი თუ რაღაცა მე მგონი ნახევარი ამერიკა ამაზე არის შემჭდა. ეს შესაძლოა ეს არის ან ყველაფრის გამოვლინება ეს ხო თალკე არ აქვს და ევროპა წლების განმავლობაში როდესაც იგივე განსაკუთრებით ნორდიკული ქვეყნები, სკანდინავია, გერმანია ადამიანზე იყო ორიენტირებული მის განვითარებაზე, დღეს არის 180 გრადუსით შეცვლილი. ეხლა ესე იგი ევროპა თავის იმაზე ამბობს უარს, რამაც განაპირობა სიმშვიდე ევროპულ კონტინენტზე და ის რო არის ომები ევროკავშირის შეიტროვება ომები ხარ იქ რა უქნეს იუგოსლავიას მიმდინარე კონფლიქტები რო ავიღოთ 10-15-ია მინიმუმ კვიპროსსა და საბერძნეთსა და თურქეთს შორის კვიპროსის მაგალითი გიბრალტარი ბევრი დიდ-ბრიტანეთში ირლანდიელები ან ბევრი ისეთი პატარა კონფლიქტია მაგრამ სერიოზულ ომებს არ ქონია ადგილი ხო და ეხლა რაც მივიღეთ ეს არის 180 გრადუსით გამოწრიალებული ევროკავშირი რომელიც მშვიდობის პოლიტიკაზე ამბობს უარს არის ომის ერთ-ერთი მთავარი წამქეზებელი და მთავარი საკუთარ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე და აი ამ წარსულზე ამბობს უარს ან მეორე ვარიანტია იმიტომ რომ მოსახლეობა ამაზე უარს არ ამბობს პირიქით აი ეს ევროკრატია არარჩეული დანიშნული ევრობიუროკრატებისა, ვის ბედავს და ევროპის სახელით ლაპარაკობს, აი ისინი იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ევროპელებს უთვლის 10, 20, 30 წლის განმავლობაში სამომავლოდ უკვე ტრაექტორიას განვითარებისა, ან უკვე დაღმართლისა და რეგრესის. 5%-ამდე განვითარებიან ესენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ესე თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამოიწევს და ბევრად ნაკლები დაფინანსება იქნება საჯარო სიკეთეებს, მედიცინას, განათლებას და ასე შემდეგ, რაც არის უმთავრესი, ხო, ჯანსაღი საზოგადოების. ანუ სოციალური პაკეტები შემცირდება, ხო? კი ბატონო, სოციალური პაკეტები შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ რომ ევროპაში ისედაც ძალიან საგანგაშო მდგომარეობა კონტინენტი არის აბერებული მასობრივად ხო და ისედაც უწევთ აი ამ ბუნებრივი ასე თქვა დაბერების გამო საპენსიო ასაკის აწევა და ეხლა კიდე ეს რო დაემატება ეს ნიშნავს რომ იქნება ნაკლები ახალი საავადმყოფო, ნაკლები ახალი სკოლა, ნაკლები დახმარება იგივე ინვალიდებს შეზღუდული და აი ეს გაგრძელდება უსასრულოდ. იმიტომ რომ ხახას ერთი კექსი გვაქვს, დიდი კექსი გვაქვს ეკონომიკაში და რაღაცას უნდა ჩამოვაჭრო, რაღაცას უნდა ჩვენ ვერ მოვახდენთ, რომ რაღაც ერთი იგივე თავდაცვის სექტორი განვავითაროთ რაღაც დამოუკიდებლად, ხო? ეს იყო პირველი დამცირება. ეხლა მეორე დამცირება. აი ამ ყველაფრის მერე ესე იგი ურსულა ფონ დერ ლაიენი იღებს ვალდებულებას, რომ 750 მილიარდი დოლარის ოდენობის ენერგორესურსებს შეიძენს შეერთებული შტატებიდან. ასევე იღებს ვალდებულებას, რომ 600 მილიარდი ოდენობის თანხის ინვესტირებას მოახდენს ევროკავშირის შეერთებული შტატების ეკონომიკაში. ანუ ევროკავშირის საკუთარი ეკონომიკა დღესდღეობით აქ ჩამოშლაზე აი რაც იყო ევროპული ეკონომიკური სასწაულის სიმბოლო, ხო, გერმანული კომპანიები განსაკუთრებით, Volkswagen, Bosch და ასე შემდეგ. ქარხნებს ხურავენ მიყოლებით, თანამშრომლებს ათავისუფლებენ, იმიტომ რომ გერმანული ავტოინდუსტრია კრიზისშია შესული, ვერ უწევს ელექტრომობილების სფეროში კონკურენციას ჩინეთს. წარმოება საოცრად გაძვირებული, იმიტომ რომ ის იაფი ენერგორესურსები რუსეთიდან აღარაა. და ფონ დერ ლაიენი ამ ყველაფერს კიდე უფრო ამძაფრებს აი გადაწყვეტილებით. საიდან მოაქვს 600 მილიარდი, ეს უკვე ცალკე თემა. და კიდევ მესამე შემადგენელი 750 მილიარდს დაუმატოთ 600 მილიარდი და დაუმატოთ მინიმუმ 500 მილიარდი, რაც არის რამდენიმე ასეული მილიარდი
რაც გადაირიცხება პირდაპირ შეერთებულ შტატებში, რათა ევროკავშირმა შეიძინოს სამხედრო ინდუსტრიისთვის საჭირო მაკომპლექტებელი, უშუალოდ სამხედრო არსენალი, სხვადასხვა სარაკეტო საზენიტო დანადგარები, რის დიდ ნაწილსაც უკრაინას გაუგზავნის ნაწილით საკუთარ დაცარიელებულ მარაგებს შეივსებს და ამ ეგრეთ წოდებული მასობრივი მილიტარიზაციისთვის მოემზადება. ანუ ამას ემატება ის, რომ ამერიკული პროდუქცია, ამერიკული წარმოება თავისუფლდება ყოველგვარი ტარიფებისგან ევროპულ კონტინენტზე და ევროპულ კონტინენტზე წარმოებული პროდუქცია დაიბეგრება კიდევ 15%-ით, რომელიც გავა შეერთებულ შტატებში. მაგრამ 15% არის საშუალო ტარიფი. ანუ რაღაც სექტორებში, მაგალითად რკინის და ალუმინის სექტორში, ეს შეიძლება აუგდეს 40-50%-მდე. ანუ მაგალითად აი ესეთ ძიმე მრეწველობის, ქიმიური მრეწველობის სფეროში მოღვაწე კომპანიები ევროპულ გაგიჟებულები არიან ამით, იმიტომ რომ ეს ბევრად კიდევ აუღორესებს. ანუ საერთო ჯამში ჩვენ ვიღებთ რაღაც 2 ტრილიონამდე დოლარს. კიდევ დავამატოთ ამას ICG ევროპული პოლიტიკისა, რაც იყო მასობრივი გადაიარაღება, ისე ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაცხადებული რამდენიმე თვის წინ გაზაფხულზე, რომ 8 მილიარდი დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინონ მათ ევროპის შემდგომ გადაიარაღებაში, რაც აუცილებელია. ეს იყო. ეს მეორე თანხმობრივად, ეკონომიკურად ეს ძალიან დამამცირებელია. პირველი იყო აი ეს რაც თქვით უკვე 5% და ის ამის სიმბოლური გამოხატულება იყო როგორ ატყონებდა თავს სამართლაიზ ესეთი ზედმეტი დიფერამბებით მარკ რუტე ტრამპს, ხო, როგორ აქცევდა ის ზედმეტად რომ მარა ტრამპმა ეს ყველაფერი გამოაქვეყნა და მე უკვე ჟურნალისტების თანდასწრებით მამიკოსუძახდა. ой, დამოუკიდებელი იყო. მე უყვარდა თუ მეო აღარ მოვეწონები, ავიღებ და გავწკიპავ. პირდაპირ თქვა კაცმა ჟურნალისტი, ესე დამცირებულ მდგომარეობაშია, როგორც პირდაპირ ისევე გადატანით მნიშვნელობით დღესდღეობით ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ეს ტრამპისთვის და ამერიკისთვის ძალიან მაგარი დილი იყო. იმიტომ რომ ევროპული კონტინენტი ტრამპ ბოლომდე დაიმორჩილა, შეიძლება ითქვას, რომ არ იქნება გაამართლა ხარ ის რომ ბოლომდე უკვე ენერგო რესურსების ხრივ ფაქტობრივად შეერთებულ შტატებზე ხდება დრამატულად დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება ევროპისთვის არის საზიანო. ნატოს მთავარი დაფინანსებელი ხდება ევროკავშირი, უკრაინის ომის გაგრძელების მთავარი აგიტატორი და დაფინანსებელი და ანუ ყველა პრობლემების გადატანა ხდება შეერთებული შტატებიდან ევროკავშირს. გიორგი, რა გამოდის რეალურად, რაც უფრო დრო გადის, ჩვენ ხედავთ ტრამპის რეალურ სახეს. და რა გულისხმობ? ესე იგი, მოყვარეს ბევრად უფრო კრიტიკულად და დაუნდობლად ექცევა, ვიდრე სტრატეგიულ ტრებს. ტრებს ოპონენტებს, მოდი ესე ვთქვა, ჯერ მტერი ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ, იმიტომ სანამ ცხელ კონფლიქტზე არ გადავა თვითონ მტრის დეფინიციაც განსხვავებულია. ესე იგი, გამოდის, რომ ევროპა, იაპონია და კორეა დაიჭაგრა ყველაზე მეტად. ევროპაზე ვისაუბრეთ და ხა ირკვევა, რომ იაპონია და კორეაც საკმაოდ მოყვა აი ამ სატარიფო პოლიტიკაში, ანუ ტრამპის მძიმე ხელის ქვეშ. და რა გამოდის, რომ ჩინეთთან, ინდოეთთან, სხვა დანარჩენ მსოფლიოსთან უჭირს თავის ინტერესების გატანა და შემდეგ შენარჩუნება და თავის ესე ვთქვათ ვასლებთან უფრო ადვილია ამ ზეწოლის მოხდენა და იმიტომაც იმ აუცილებელ თანხებს იღებს აქედან და ეს ასეა. იმობრივ ეს ასეა, მაგრამ ახლა ჩვენ ტრამპისთვის არასდროს არანაირი ესე ვთქვათ აწერილი და დაუწერილი კანონი. ეს მოქმედებს როგორც უნდა გავითვალისწინოთ რა ბექგრაუნდი აქვს მას, ხო, ეს არის პირდაპირ ბიზნესიდან შობილი, ბიზნესის მიერ შობილი პოლიტიკოსი, რომელიც ამ სამშენებლო ბიზნესში იყო და იქ რაღაცა
დეტალები რო ავიღოთ, ისეთი რაღაცებია გაჩერხული, ფაილში და ხან რეალურად არაფერი არ ქონდა და მაგრამ აი ეს მანევრირება ეკითხება. და ის მან მოახდინა მოკლედ გადაფასება აი ამ სტრატეგიული ერთობისა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. იმიტომ რომ პირდაპირ ამბობდა ის, რომ ევროკავშირი შექმნილი იყო იმისთვის, რომ ზიანი მოეყენებინა შეერთებული შტატებისთვის. პირდაპირ ამბობს ამას. ევროკავშირი ცოტა სხვა მიზნებისთვის იყო შექმნილი, რასაც დღესდღეობით ძალიან დაშორდა. და შესაბამისად ის ცდილობს ვიზეც აქვს ზემოქმედების ბერკეტები, აი ეს იმაზე გამოიყენოს ლევერიჯი, ხო? თუ გინდათ რომ ნატოს მეხუთე მუხლი იყოს, ასე ვთქვათ, ძალაში, კვლავ და თუ ვინმე თეორიულად თქვენ დაგესმება, ჩვენ ავიღოთ იმის ვალდებულება, რომ აი ჩვენ დაგიცავთ, რაც კოლექტიური თავდაცვის შესახებ არის მთავარი ბაზისი ნატოსი, მაშინ უნდა გადაგდოთ ხარჯები. პირდაპირ ახდენს მანიპულაციას დაშინების გზით და ნატოს ჩამოშლის, ანუ პირველი პრეზიდენტი გახდა პრინციპში ტრამპი და პირველი პრეზიდენტი არის, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აი ეს ნატოს მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ. იმიტომ რომ ზუსტად თვითმფრინავის ბორცვზე იყო, როდესაც ჟურნალისტმა კითხა, მან ორაზროვანი პასუხი გასცა, იმიტომ რომ გააჩნიაო როგორ მოხდებაო ამის ინტერპრეტირებაო ამ მეხუთე მუხლისო, თუმცა მე მათ მეგობრებივით ვეპყრობი თუ რაღაცა მაგარი, ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეს კოლექტიური თავდაცვის მუხლი. შესაბამისად აი ამ მათ შეერთებული შტატების პარტნიორებს უწევთ ერთია პარტნიორი, მეორე მოკავშირე, ხო? ბევრი პარტნიორი ყავს, მაგრამ მოკავშირე ცოტა. და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი რჩება მარტო პარტნიორი სიმბოლური. მოკავშირე უკვე ვეღარ ეთქმის ევროკავშირს შეერთებული შტატების მოკავშირე, იმიტომ რომ რა მოკავშირეა, რომელიც შენ ტარიფებს გიწესებს, შენ გაიძულებს შენი ცხოვრების სტანდარტი შეამცირო. მოდი ახლა რო შევხედოთ ისტორიულად. ბოლო აი ნატოს მიერ განხორციელებული այս აგრესიული ქმედებები და მილიტარისტული პოლიტიკა, ხო, როდესაც ისინი ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა ქვეყნებში შეიჭრნენ და იქ ქაოსი და გაუგებრობა დაწესეს. ეს პირველ რიგში შეერთებული შტატების სურვილი იყო, ხო, ნატო უბრალოდ ეს ევროკავშირი ამას ემორჩილებოდა იშვიათი გამონაკლისების გარეშე, ხო? ხმას ვერ იღებდა შეერთებული შტატების წინააღმდეგ. გავიხსენოთ, როდესაც სნოუდენის სკანდალის შესახებ გაირკვა და გავიგეთ, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ყველა ევროპელ პოლიტიკოს ძიმეწონიან პოლიტიკოს და ქვეყნის ლიდერს უსმენდნენ და ზუსტად ამის მერე ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი შეხვედრა რო იყო და ცოტა ისე ცინიკურად, ირონიულად რო თქვა მერკელმა, რომ იმედია მე არ მისმენთო ბატონო პრეზიდენტო ობამას რომ მიმართა. ხო და ეხლა ტრამპის რასაც ამბობს, მეუბნებს რომ ეხლა ნატო იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ხო? მის ჯიბეში არსებული ინსტრუმენტი, რომელსაც ის მისი სურვილების მიხედვით ამოქმედებდა ხოლმე. და ეხლა უბრალოდ ამერიკა ცulis თავის საგარეო პოლიტიკას უბრუნდება მონროს დოქტრინას, ხო? და თავის ნახევარსფეროში იყოს ყველაფრის ბატონ პატრონი და ევროპას ეუბნება, რომ თქვენ მიხედეთ თქვენ თავს ჩემს გარეშე. მაგრამ აი ამ პროცესში მაქსიმალურად ცდილობს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო კუთხით გამოიყენოს ეკონომიკა თავის ევროკავშირი თავის ინტერესებში და ეს გვასწავლის ერთადერთ რაღაცას. რაც საქართველოში ბევრს კიდე სასწაული აქვს, რომ აი პოლიტიკაში არ არის არაფერი მუდმივი, არც მტრობა, არც მეგობრობა, არც რაღაცის გაღმერთება და გაკულტება მაინდა-მაინც სწორი. პოლიტიკაში არის რაღაცა შენი ქვეყნის ინტერესები, რაციონალური
შეიძლება რაღაც შემთხვევაში არ იყოს ბონზე მორალური, მაგრამ ის რაც არის მნიშვნელოვანი დაუშვათ შენი ქვეყნისთვის არ ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანია იგივე ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობისთვის და აი ჩვენ ამას ესეც საინტერესოა აი მითოლოგიის დამსხვრევას ვატევნებთ ქალბატონს, რომ აი დასავლური სამყარო რეალურად დასავლური სამყარო ფაქტობრივად ის ერთიანი დასავლური სამყარო უკვე აღარც არის. რის მოტივებზეც კონკრეტულად ჩემი თაობა წამოიზარდა, შემდეგ თქვენი თაობაზე გავრცელდა ეს ყველაფერი და ეხლა გამოაშკარავდა და თურმე ეს ამგვარად სულაც არ ყოფილა და საერთოდ განსხვავებული რამ არის ეს დასავლური სამყარო. და მით უმეტეს ტრამპმა კიდე ამის გამოაშკარავება საკმაოდ კარგად მოახერხა, რას ნიშნავს დასავლური ერთობა. თუმცა აქვე ვიტყვი COVID-თან დაკავშირებით აქ საკმაოდ ძიმე სიტუაცია იყო კონკრეტულად ნიუ-იორკის შტატში და მახსოვს მედია საშუალებები როგორ აშუქებდნენ ევროპაში COVID-ის დროს დაძაბულ სიტუაციას, როგორ ევროპული ქვეყნები როგორ უმალავდნენ კვოტებს პირბადეებზე, ვაქცინებზე და ასე შემდეგ და მაშინაც გამოჩნდა ეს ევროპული ან მოდეს თქვა დასავლური ერთიანობა, მაგრამ იმდენად გადატვირთული იყო სამყარო ამ COVID-ის პრობლემით, რომ ეს რაღაც მესამე მეოთხე პლანზე გადავიდა. თუმცა დრო მოვა, ესეც ამოიწევს ნელა-ნელა, იქ ვინ იხეირა, ვინ რატო იხეირა და ასე შემდეგ. მე თავის დროზე დავნიშნე 2021 წელს, როდესაც აი ეს ვაქცინების რეალიზება დაიწყო Pfizer-მა და AstraZeneca-მ, პირველი ეს ორი კომპანია იყო, მაშინ დასავლურმა ქვეყნებმა შეიძინეს 5-ჯერ მეტი რაოდენობის დაიბერის უпростоრეთ მარაგები, 5-ჯერ მეტი რაოდენობის, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, კანადა, ვიდრე რეალურად მათი მოსახლეობა იყო და დანარჩენი მსოფლიო პანტაკუნდით იღუპებოდა ყოველდღიურად, მასთან საკუთრად და უბრალოდ გამოჩნდა, რომ არანაირი აი ეს დასავლური, ასე ვთქვათ, თანადგომის შესახებ და ის რომ აი რაზეც ისინი საუბრობენ, უბრალოდ 5-ჯერ მეტი რაოდენობის ვაქცინები შეიძინეს, ან უფლება მიიღეს, რომ შეეძინათ, მაშინ როცა მსოფლიოს ნახევარზე მეც ამ ვაქცინების სადმი წვდომა არ ქონდა აი ამათი სიღორის გამო და აი მაშინ უკვე სერიოზულად დიდი ზიანი მიაყენეს თვითონ აი ამ დასავლურს კი ასეა და ნამდვილად ტრამპს მადლობა პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით რომ ამ ეს ყველაფერი სააშკაროზე გამოქვს შეიძლება სულაც არ სულს ამის ასე ამ სახით წარმოდგენა, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ესე გამოდის და მე პირადად მოხარული ვარ ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ხალხმა უნდა იცოდეს რეალურად რა ხდება საზოგადოებებმა სხვადასხვა ქვეყნის და კერძოდ საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება. გიორგი, ტრამპის დაპირისპირება რუსეთთან ამ ესე შეიძლება ამ კითხვის დასვა, ამ თემის განვითარება, იმიტომ რომ იმდენად მესიჯებით იყო დაკავებული და ვლადიმერ პუტინის მიერ ყურადღების არ დათმობა იმდენად ძაფრად აღიქვა, რომ გუშინ ესეთი რამეს თქვა, რომ მოკლედ სად არიანო ეს რუსებიო რა, ამდენი რამე ვთქვი, ამდენი მესიჯი გაუგზავნე, შევამცირე, შემდეგ დავემუქრე არაფერი და თითქოს ზაღლიყებს და ქარავანი მიდის ეს მახსოვს პუტინმა ეს ფრაზა გამოიყენა უკრაინის ომს რო იწყებდა 2022-ში და მართლაც ასე აღმოჩნდა და ეს გაღიზიანდა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ადეკვატურ პასუხს ვაფშე საერთოდ რეაგირებას ვერ ხედავს რუსეთიდან და ამას მოაყოლა საკმაოდ ძიმე განცხადება, რომ ინდოეთმა და რუსეთმა მიხედონ თავიანთ დაბეჭავებულ პოლიტიკას და იყოს ყველაფერი ისე როგორც არისო. მერე გადაწყვიტა ჩინეთს, იმიტომ რომ ჩინელებმა უარი უთხრეს ამ შანტაჟზე და ისინი განაგრძობენ და ალბათ გააგრძელებენ ენერგომატარებლების შესყიდვას. აქედან გამომდინარე ტრამპის განცხადებიდან ალბათ ინდოეთიც თლად უარს ვერ იტყვის რუსულ ენერგომატარებლებზე და მივიღეთ ის რომ ფაქტობრივად დაუპირისპირდა BRICS-ის წამყვან ქვეყნებს. ესე იგი თავიდან რო ამბობდა რომ მე საშიშროებას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი მანიპულაციის საშუალება მაქვს დოლარის სახით შემიძლია მათზე ზეგავლენა მოვახდინო, თურმე ესე არ ყოფილა.
და ძალიანაც განიცდის და ძალიანაც ნერვიულობს რა მოხდება ბრიქსის ქვეყნების ლიდერებთან დამოკიდებულებაში. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით? ტრამპი რა თქმა უნდა ათვისნობიერებს იმას, რომ ბრიქსის ქვეყნებს მდგომარეობა ეხლა საკმაოდ სოლიდური, ეს არ არის ის ბრიქსი, რაც იყო 10-15 წლის წინ, როდესაც ჩანასახში იყო. ჩვენ ვატარებთ თვალს რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ დაახლოებას, ეს კარგად ჩანს სი ძინპინის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრების დროსაც. აქვე არის ინდოეთი, სადაც ცოტა სხვაგვარი მოწყობა პოლიტიკური, ვიდრე ეს არის ჩინეთში. იქვე არის მათი მოკავშირე გულისხმობ რუსეთს, ჩინეთს, მოიაზრება რა თქმა უნდა ირანიც, რომელთაგანაც ჩინეთი ასევე დიდი რაოდენობით ენერგორესურსებს ყიდულობს, ინდოეთი ყიდულობს. ინდოეთი მოკლედ არის ევროკავშირში ნავთობის მთავარი ექსპორტიორი. ევროკავშირში. თვითონ ინდოეთი არ აქვს ნავთობი. ანუ ყიდულობს რუსეთისგან ნავთობს, ნეტლ ნავთობს, ამის გადამუშავებას ახდენს და ამარაგებს ევროპულ კონტინენტს. ევროპელები გამოდის, რომ რუსებისგან პირდაპირ ხო არ ყიდულობენ ნავთობს, თულთუხტიან იმპორტს, ამით ხეილობს ინდოეთის უკვე და რუსეთის. მაგრამ ვინ იხდის გაორმაგებულ გადასახადს, რიგითი ევროპელი კომუნალური ზამთრის დროს განმავლობაში კომუნალური გადასახადებისას ევროპული კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანობას კარგავენ მსოფლიო არენაზე, ხო? აი ესეც არის ევროკავშირის პოლიტიკის შედეგი, აბსოლუტურად. ტრამპი ხდება ყველაფერს კარგად. დედოლარიზაცია უკვე დიდი ხნის განმავლობაშია დაწყებული. და რაც უფრო გაღრმავდება დედოლარიზაცია, შეერთებული შტატები საკარგავს თავის ინსტრუმენტს საგარეო პოლიტიკაში, ხო, რასაც დოლარის დიპლომატიასაც უწოდებენ ხოლმე ხანდახან საერთაშორისო მიმოხილველები და ექსპერტები, როდესაც შენ უბრალოდ შენს ეროვნულ ვალუტაზე ყავს მიბმული ბევრი ქვეყანა და მათი სურვილის მიუხედავად ისინი ამაზე არიან დამოკიდებული და ჩვენ უკვე ბოლო პერიოდში ხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ანგარიშსწორებას ახორციელებს უკვე ვალუტებში. ეს დაიწყო რუსეთმა, ეს დაიწყო ირანმა, ეს დაიწყეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა და ეს რა თქმა უნდა ტრამპისთვის და ზოგადად შეერთებული შტატებისთვის არის საგანგაშო. მეორე ჩვენ გლობალიზაცია მოგვცა ისეთი სურათი მივიღეთ ეხლა რომ ყოფილი კოლონიები, რომლებიც იყვნენ ჩაგვრის ექსპლუატაციის ობიექტები, დღესდღეობით განსაკუთრებით ჩინეთზე მაქვს საუბარი, დღესდღეობით ხდებიან მსოფლიო ლიდერები. მაგრამ ჩინეთს აქვს განსაკუთრებული ისტორია, რაც არ გავს არც ერთ სხვა ისტორიას და აი ტექნოლოგიური რბოლა ფაქტიურად ჩინეთმა თუ არ მოუგო შეერთებულ შტატებს მინიმუმ თანაბრად მიდიან. იგივე 5G-ის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მწვანე ტექნოლოგიებში, ციფრულ ეკონომიკაში თუ ასე შემდეგ. SWIFT-ი დღესდღეობით არ არის უნიკალური. რამდენიმე წლის წინ და 10 წლის წინ იყო, ხო? ეხლა ბევრი ანალოგია SWIFT-ს. ირანელებს თავისი SWIFT-ი აქვს, რუსებს, ჩინელებს საერთოდ აქვს WeChat-ი, რომელიც არის ელექტრონული საფულე, არის სოციალური ქსელი, არის უნიკალური ასე ვთქვათ პროგრამა სოციალური ქსელია, რადგან ყველაფერია მიბმული. და რა თქმა უნდა, ამერიკული ჰეგემონია უკვე წარსულს ბარდება, იმიტომ რომ დღეს გვაქვს სიმძიმის სხვა ცენტრები, განსაკუთრებით ეს ეხება ინდოეთს და ჩინეთს, რომლებიც წარმოუდგენელ პროგრესს განიცდიან. ჩინეთმა რა პროგრესის ანახა, ეს წარმოუდგენელია და განუმეორებელი იქნება დიდი ხნის განმავლობაში ციფრებს თუ ავიღებთ ხედველობაში. მაგრამ აი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთგული მორჩილნი არიან ყველა კონტინენტზე, მაგალითად იაპონია და სამხრეთ კორეა. მათ სოლიდურიზებდა, რა თქმა უნდა, ისინი განვითარებული ქვეყნები არიან და მათ განვითარებასაც აქვს სხვა წინაპირობა, იმიტომ რომ მაშინ შეერთებული შტატები მაქსიმალურად ცდილობდა
საბჭოთა კავშირის შეკავებას სოფლიო მასშტაბით და იგივე ის რომ ეხმარებოდნენ სამხრეთ კორეელებს, იაპონელებს, ის რომ იაპონელებიც და სამხრეთ კორეელებიც ეკონომიკის ლიბერალიზაციით კი არ იყვნენ დაკავებულები, რასაც ჩვენ გვიჩვენ, არამედ ინდუსტრიებს არ ვითარებდნენ, სატარიფო პოლიტიკას აქტიურად, მაგალითად იაპონიაში თავის დროზე, როდესაც შეიქმნა Toyota, ეს არის მეოთხე საუკუნის დასაწყისი, სადაც 20-იანი წლები 30-იანი, აი პრინციპში ესე ვარ შემეშალოთ. მაშინ იყო თავიდან ბოლომდე სახელმწიფო კომპანია. იაპონიაში 5 წლის განმავლობაში აიგზალა მედიკული ავტომობილების იმპორტი. იმიტომ რომ განავითაროთ ადგილობრივი წარმოებაო, განსაკუთრებით ეს სამანქანო ინდუსტრიაო. იაპონელები, რიგით იაპონელები უკმაყოფილო იყვნენ, რომ რატო უნდა გადავიხადოთ მეტიო ამ იაპონურ მანქანებშიო, როცა ისინი უხარისხო არიანო და რატო გვიზღუდავთ იმის უფლებას, რომ შევიძინოთ ამერიკული ანალოგები. არა, იაპონიის ხელისუფლება იყო შეუვალი ამ საკითხში. დღეს სად არის Toyota, ხო და სხვა ყველამ კარგად ვიცი. აი ესეთი წარმატების ისტორიებია. დღეს რო ეს სასწავლო სტატისტიკურ რიგით ლიბერალს მსგავსი რაღაცა უთხრა თეორიულად, ხო აი რაღაცის მაგალითად საყოფაცხოვრებო ტექნიკის რაღაც იმპორტს არ მოახდენთ ამ ქვეყნიდან, რომ ჩვენ ეს იმისთვის იქნება всё. მაგრამ ის ქვეყნები სხვანაირად ვითარდებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც აი ისინი თავიდან ბოლომდე ლიბერალიზაციის გზას დაადგნენ, სწორედ მაშინ ამის შემდეგ დაიწყოთ მათ პრობლემები, რაც იყო ჯერ აზიური კრიზისის სახით. იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი რო აიღოთ ეხლა და შეადაროთ 20 წლის წინ აი მთლიანი შიდა პროდუქტი შეგიფრთხილეთ დღეს ფაქტიურად ერთნიშნულზეა. ეს არის კატასტროფა იაპონიისთვის. სამხრეთ კორეაში ძალიან სერიოზული არის ეს ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა. კი, რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით ბევრად უფრო დიდარი ქვეყანაა სამხრეთ კორეა, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ. ამიტომაც არის თუ მაგალითად უყურებთ სამხრეთ კორეულ სერიალებს, აი ეკონომიკა ეხაც ძალიან პოპულარული არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Netflix-ის სერიალი Squid Games, მე მგონი, სამხრეთ კორეული, სადაც ზუსტად აი ეს თემა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, რომელიც ვალების კრიზისში არიან, ჩაფლული არიან ეს შრომელი სამხრეთ კორეელები ამ ვალებში და მე აი ეს თამაში რაც არის, მიდიან არაფერი არ რჩებათ და აი თავის სიცოცხლეს დებენ ფსონზე. და ტრამპი ცდილობს აი ამის გამოყენებას სათავისოდ, მაგრამ მას ძალიან გაუჭირდება უკვე, იმიტომ რომ ჩინეთი არის ბევრად უფრო მოძლიერებული და მონზოლებული, ვიდრე ეს იყო ტრამპის პირველი ვადისას 2016 წელს, ბევრად უფრო დაახლოებულია რუსეთი ჩინეთთან და ტრამპი წინა საარჩევნოთაც და რამდენიმეჯერაა გამეორებული, რომ ჩვენი მთავარი ამში თავიდან ბოლომდე მართალია ბაიდენი იმიტომ იყო სულელიო, რომ მან შეძლო რუსეთის და ჩინეთის ჩახუტებაო და მეო მასწავლიდნენ დამთავრებული ჩემი მასში უნივერსიტეტშიო, ჩემი ლექტორი მეუბნებოდა, რომ არაფრის დიდებით არ შეიძლება ამ შეცდომის დაშვება და ეს შეცდომა უკვე დაუშვეს ამერიკელებმა. იმიტომ რომ რუსეთის დაახლოება ჩინეთთან, ანუ ჩინეთი იღებს რუსეთისგან ენერგულ რესურსებს, რუსეთი იღებს ჩინეთისგან წვდომას ტექნოლოგიებზე, ჩინეთი იღებს სამხედრო კუთხით რაღაც ცოდნას და ტექნოლოგიებს რუსეთისგან და მოკლედ ეს თანამშრომლობა არის საკმაოდ ისეთი სიღრმისეული. კი, უშუალოდ მოწყობა პოლიტიკურ-სოციალური ჩინეთში და რუსეთში საგრძნობლად განსხვავდება, მაგრამ ეს არ უშლის ამ ქვეყანას, რომ ესეთი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ. და ტრამპი ღონისძიების გამოყენებით ახლა ის ინდოეთსაც რაც მეორადი სანქციები დაემუქრა 25% წესებთან, ხო? აზიური პროდუქციის გარეშე ამერიკული კომპანია ზოგადად ამერიკული ოფერება და ყოველდღიურობა ჩამოინგრევა. ეს კარგად იცის სიძინბილმა. და ჩვენ რო ავიღოთ იგივე ჩინეთის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში ის
20 წლის წინ თუ იყო რაღაც დიდი ნაწილი თუ მოდიოდა დასავლურ ქვეყნებზე, ეხლა უფრო ნაკლები მოდის და უფრო მეტად ხდება გადანაწილება სოფლის სხვადასხვა კუთხებზე. ამიტომ ჩინეთი აი ასე ვთქვათ, ტრამპის რომად ყოფილიყო და ამერიკის მხრიდან აგრესიულ სულებისთვის მზად იყო, იმიტომ რომ ნიშნულობა არ აქვს ერთ რაღაცას. აი ორ რაღაცაზე არიან შეთანხმებული როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები. შეიძლება სექსუალური უმცირესობების თემებზე, რუსეთის აგრესიაზე, უკრაინის თემაზე კონდეს სხვადასხვა პოზიცია, მაგრამ ორი რაღაცა, რომ ჩინეთი არის საფრთხე, ხო? რასიზმზე ხა ტრამპი პირველი ვადის დროს Chinese virus, ჩინური ვირუსი არისო კორონა. ანუ რომ ჩინეთი არის საფრთხე, რატო არის საფრთხე ჯერ ჩინეთი, რატო შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის განვითარება ვიღაცისთვის იყოს საფრთხე. ხო ჩინეთი ასად არ შეჭრილა ბოლო 50 წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რესურსები აქვს, იმიტომ რომ მშვიდობის პოლიტიკის მომხრე ჩინეთი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ანალოგები, როდესაც ევროპული ქვეყნები, შეერთებული შტატები, რა ვიცი, რამდენი ქვეყანაში შეიჭრა, რამდენი მილიონი ადამიანი მოკლეს და რამდენი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა აყირავეს და დაამხეს, მაგრამ საფრთხე მაინც ჩინეთიდან მოდის და მეორე რაღაცაზე არის შეთანხმებული, ეს ორპარტიული შეთანხმება, რომ ისრაელს შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს თავიდან ბოლომდე, მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ უნდა ჩაყვეს. და ჩინელებიც რა თქმა უნდა ამისთვის მზად იყვნენ და ჩინელების პერსპექტივა დღევანდელი ბევრად უფრო სერიოზულია ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ და ეს პრინციპში უკვე რა არის GDP რო ავიღოთ შიდა პროდუქტი ფასების გათვალისწინებით ჩინეთი არის ყველაზე დიდი ეკონომიკა ხო და ისეთ უკვე რამდენიმე წელიწადში გადაუწევს შეერთებულ შტატებს. მაგას მე დაგიდასტურეთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი მოხმარების პროდუქცია აბსოლუტურად არის ან ჩინური, ან ვიეტნამური და არა სამხრეთ კორეული. ხო. და ერთ ახალი ჩამოსული ვიყავი აქ ალბათ 2016-2017 წელი იყო და მახსოვს გიორგი რომ ესეთი სამაგიდე ამერიკის დროშა მინდოდა. და შევედი მოკლედ ერთ-ერთ საყოფაცხოვრებო მაღაზიებში და აქვე უნდა გითხრათ რომ აი ესეთი საყოფაცხოვრებო მაღაზიები ყველა არის ჩინური. მე ნიუ-იორკს ვამბობ. და მოკლედ მოვკიდე ხელი და გადმოვატრიალე და აწერია made in Vietnam და გამეცინა რა 12 წელი აუთავებდნენ ნაპალმით წარმოიდგინე და ეხლა ამერიკის სამაგიდე დროშაც კი უკვე ვიეტნამში დამზადებული. პარტნიორია სხვათა შორის და დღემდე პარტნიორია ვიეტნამი შეერთებული შტატების და ვიეტნამში 3 დღის განმავლობაში ხდება საკუთარი ვიეტნამის ომის გამარჯვების თარიღის აღნიშვნა ისევ ამერიკელებს 3 დღის განმავლობაში ესეც რა სიმბოლურია. ყველაფერი და სხვათა შორის თქვენთვის კარგად ცნობილი პროფესორი საქსი ამ შემთხვევაში ჯეფრი საქსს გულისხმობ და არა დევიდს და პროფესორი მიშემერი ამბობენ რომ ეს სატარიფო პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიყვანს კატასტროფამდე და ამას დაემატა აი ეს ერთი დიდი შესანიშნავი და განუმეორებელი ბილის კანონი რომ მიიღეს. ანუ ლიმიტი რომ მოიხსნა ემისიაზე, ანუ ვალის გაზდაზე, რასაც ფაქტობრივად რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ მაგას ნახევარი კორპუსი დაუპირისპირდა. ახლა ფართო სივრცეში ჩანს მაგალითად ესეთი ოდიოზური პირები, როგორიც იყო მაგალითად SpaceX-ის მფლობელი მასკი კი ბატონო, ასევე ყველაზე ესეთი გამორჩეული და კრიტიკული ჟურნალისტი ტაკერ კალსონი, მაგრამ ეს მხოლოდ ის პირებია, ვინც ჩანს სოფლიო მედიაში, მაგრამ ამის უკან დგას რეალური ხალხი, ვინც მოიყვანა ტრამპი ფაქტობრივად პრეზიდენტად და აი როგორ შეიძლება არ ვენდოთ საქსს და მიშაიმეს როცა ამბობენ ესეთი გამოცდილი ეკონომისტები და პოლიტეკონომისტები რომ ეს ქვეყანა დგას ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. რამდენად ეს შეესაბამება თქვენი შეხედვით სიმართლეს და რამდენად მართლა კრიტიკულია ეს ყველაფერი?
ამერიკული საგარეო ვალი ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან იზრდებოდა. ჩინეთი არის ამერიკული საგარეო ვალის ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელი და ამაზე არა მარტო ჯეფრი საქსი, რა ვიცი, ჯოზეფ სტიგლიციც საუბრობს თავის წიგნებში, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია ეკონომიკაში, რომ საშუალო კლასის შემოსავლები შეერთებულ შტატებში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სტაბილურად მცირდება, ხო? ის უთადასწორობა, რაც დღესდღეობით შეერთებულ შტატებშია, როდესაც იგივე ოქსფამის კვლევებით ეს 1%, 99%-ზე მეც კი არა, 0.5 ხანდახან 5% ფლობს უკვე 99%-ზე მეც და აი ამ ელიტების ხელშია მთლიანად ტრილიონობით დოლარი, მთლიანად კონტროლი ეკონომიკის საკვანძო სექტორებზე და ეს კარგად ჩანდა სიმბოლურად ტრამპის არჩევის შემდეგაც არჩევამდე, როდესაც მან ის გარშემორტყმული იყო ამ მილიარდერთა მდიდართა კლასით, ხო იქ მას გვერდით უმშვენებდნენ მასკი, ჯეფ ბეზოსი და ასე შემდეგ, რომლებიც წარმოუდგენლად გამდიდრდნენ მაშინ როცა ამაზონის თანამშრომლებზე დღე არ გავა რაღაცა შოკის მომგვრელი ინფორმაციები რო არ გაშევდეს ხოლმე ამერიკულ მედიაში. და ტრამპი თავისი პოლიტიკით ესეც უნდა აღნიშნოთ, რომ აი ესეთი ეშმაკი გამოცდილი პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ აი ეს კარგად შეუძლია მასთან კომუნიკაცია. ის მანიპულირებს აი მუშათა კლასით, ხო? აი ჩაგრული თეთრკანიანი საშუალო მუშათა კლასით, რომლის ინტერესებიც დაივიწყეს იგივე დეტროიტში დეტროიტის აყვავებული დეტროიტი დღეს არ არის ცეული, სადაც ნარკოდამოკიდებული ადამიანებით სავსე ყველაფერი და სველი ავტოგიგანტების ხარხნები დახურული და ასე შემდეგ. მოკლედ, ტრამპი ამით მანიპულირებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი პოლიტიკის მეშვეობით დიდდებიან უფრო მეტად ისევ ის დიდრები. იმიტომ რომ ტრამპი მოსვლისთანავე პირველი ვადისას, მეორე ვადისას აი ეს კორპორატიული მოგების გადასახადი შეუმცირა აი ამ გიგანტებს. თან შეერთებულ შტატებში ისედაც იმდენი საშუალება აქვს ამას, ისეთ შტატებში გადააქვთ ხოლმე ბიზნესი, სადაც მოგების გადასახადი ან მინიმალური ან საერთოდ არ არსებობს, გადასახადებისგან თავი რო აირიდონ და ეს კიდე ამ ყველაფერს ხელს უწყობს. და ამაზე ბევრი ეკონომისტი არის, მშვენიერი ეკონომისტი რიჩარდ ვოლფი, რომელიც ასევე სერიოზულ ანალიტიკას დებს ხოლმე ამ ამერიკული საშუალო კლასის დაცემას. ეს არის სიმპტომატური და ეხლა ტრამპი რიტორიკულ დონეზე ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ჩინელებს დააბრალოს, ეს ყველაფერი გარე აქტორებს გააბრალოს, მაგრამ ამ ყველაფრის ავტორები იყვნენ რეიგანიდან დაწყებული დღემდე ამერიკელი პოლიტიკოსები და აი ის ხალხი ვისი მეშვეობითაც ხდებოდა აი ამ ნეოლიბერალური იდეების პროპაგანდირება, ხო? ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ეს trickle down economics არისო, როდესაც აი ესე იგი ყველაზე მდიდრები თუ უკეთესად იქნებიან, ეს მერე ყველა იმაზე აისახებაო და სადემონსტრაციო თქონდათ ესეთი სურათი, რომ აი რაღაცა წვეთავს ჭიქი და რამდენიმე ჭიქარვარი თოვით ეს ყველაზე გადმოედინება, მე როგორც რომ გვიჩვენა ესე არ ნიშნავს. პირიქით ისინი უფრო მდიდრდებიან, ღარიბები უფრო ღარიბდებიან. თან შეერთებულ შტატებში, რომელიც არის დღესდღეობით ჯერჯერობით მაინც ნომერ პირველი ქვეყანა და რომელიც გიგანტია როგორც სამხედრო კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით, თუ ავიღებთ სხვადასხვა კომპანიების აქციების ფასს და საბაზრო კაპიტალიზაციას, იქ საშუალო კლასი არის ძალიან დაუცველი. იქ არსებობს საყოველთაო დაცვა, იქ არსებობს ბევრი ის ელემენტი, რაც უნდა არსებობდეს ნომერ პირველ ქვეყანაში და ეს სერიოზული გამოწვევა და ტრამპს რა თქმა უნდა გაუჭირდება, რომ ტრამპი არის ერთი მხრივ აი ამ მილიარდერთა კლასზე დამოკიდებული მაინც. იმიტომ რომ ამათ საწინააღმდეგო პოლიტიკას ვერ გაატარებს. და მეორე მხრივ მას ყავს ელექტორატი, რომელიც არის მეტწილად დაღარიბებული
თეთრკანიანი საშუალო კლასი. ნამდვილად ასეა და სადავდებელი და საფიქრალი ზუსტად ის არის და ჩვენ ვინც აქ ცხოვრობთ ის გვატარდეს მე საღად მოაზროვნე ნაწილს გულისხმობ თორე არის ხალხი რომელიც საერთოდ არ ინტერესდება არც საშინაო პოლიტიკით არც საგარეო პოლიტიკით და არ ვამტყუნებ იმიტომ რომ ყოფით რუტინაში არიან ჩაფლული მით უმეტეს ამ მექსიკის საზღვრის ღია კარის დღე უამრავი ჩვენი თანამემამულე გადმოიყვანა და მათ ნამდვილად არ ცდილობთ ეხლა და არც საფიქრალი დრო აქვთ იმისი რომ აი ამ ყველაფერზე იფიქრონ რასაც მე და თქვენ საუბრობთ მაგრამ საქართველოს ამერიკის ემიგრაციაში საკმაოდ დიდი ნაწილია რომელიც დიდი ხანია აქ არის და მათ ძირეულად აინტერესებთ ის პრობლემები რაც ამერიკას ელის და რატო ამბობ ელემენტარულად უძრავი ქონების შესყიდვის პერსპექტივა ვთქვით ხო აი გრძელვადიანი თაობებს რო გადაეცემა აი ეგეთი კრედიტების კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთოდ ღირს კი აქ სადმე რამის შეძენა ვთქვით ხო მე გრძელვადიანს ვამბობ ან დავუშვათ ფინანსური კაპიტალის დაბანდება რამე საინვესტიციო კომპანიებში და ასე შემდეგ იმიტომ შეგეკითხეთ ეს ყველაფერი იმიტომ რომ ერთის მხრივ ვამბობთ რომ ჯერ კიდევ უძლიერეს სახელმწიფოა ჯერ კიდევ დომინანტია მსოფლიო პოლიტიკაში, მაგრამ ამავდროულად ხედავთ რა რყევებია და ყველაზე დიდ კითხვის ნიშნებს სწავს ის, რომ ყველაზე გამოცდილი თავად ამერიკელი ეკონომისტები, აი რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომელიც მე ჩამოთვალე, რომ არ გავუმეორდე, ისინი დებენ საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზს. ვთქვით მე რას გულისხმობ, იმიტომ რომ ეს მართლა ჩვენთვის ძირეულად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია რა ელის ამ ქვეყანას. გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაზეა ამ ქვეყნის არსებობაზე ან ყოფაზე არის დამოკიდებული სხვა დანარჩენი მსოფლიო. აი, იმიტომ ამ კუთხით დაგისვით ეს შეკითხვა და ჩვენი საუბარი რომ ესე თქვათ ბოლოსკენ წავიყვანოთ ეს პირველი იმედია ჩვენი პირველი გაცნობა და პირველი საუბარი ყოველთვის ესე ვამთავრებ ხოლმე ჩემს ეს გოცა მარტო ვარ მონოსტრიმი დავარქვათ ამას რომ მე საქართველოს რა ამ ყველაფრიდან და მაინტერესებს ესეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ გიორგი ჩვენ რამდენად მოხვდებით ამ სატარიფო პოლიტიკაში და რას გულისხმობ ყველა მიცის დასამალი არ არის რომ საქართველოს ხდება იმპორტი საკმაოდ ჭარბად სხვადასხვა პროდუქტების ენერგომატარებლებზე რო არაფერი თქვა რუსეთიდან. ჩვენ შემთხვევაში შეიძლება რამე შეგვეხოს თუ იმდენად პატარა და იმდენად უმნიშვნელო წილი გვიჭირავს ამ ყველაფერში რომ მე მგონი ჩვენს შესაძლოა არ შეგვეხოს არაფერი. შეიძლება განხილვის თემაში წარმოვხდეთ. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით ძალიან დაბალი წილი გვაქვს ხა ისეთი დაბალი რომ არც ითვლება ეგ მაგრამ ჩვენთან მოქმედებთ ყოველგვარი წესების და კანონის დაცვით. ხო ჩვენ არ ვიყენებთ რუსეთთან მეზობლობას და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას იმისთვის რომ დაუშვათ შემოვიტანოთ რაღაცა ენერგორესურსები რუსეთიდან და მერე ეს მივყიდოთ ევროპელებს გაორმაგებულ, გასამაგებულ ფასებზე. თუმცა ჩვენ ადგილას სხვა ყოფილიყო შეიძლება ამ სიტუაციით ესარგებლა და ინდოეთზე ახლოს კი ვართ ევროკავშირთან და უფრო სხვაგვარი სქემები დაელაგებინა, მაგრამ ჩვენ პრინციპში ძალიან გამჭვირვალეთ და ისე ვაჭრობთ ყველა ჩვენს ასე ვთქვათ პარტნიორთან. ჩვენ კიდე ის არის ჩვენი პრობლემა, რომ ჩვენ ცოტა ცუდი სავაჭრო ბალანსი გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვყიდულობთ უფრო მეტს ვიდრე ჩვენ ვყიდით და ჩვენ ვართ დამოკიდებული სხვადასხვა ექსპორტზე, სხვადასხვა მნიშვნელოვანი სფეროების ექსპორტზე იქნება ეს ენერგორესურსები, იქნება ეს სოფლის მეურნეობის პროდუქციაც კი ზოგიერთ სექტორში და ამიტომ მნიშვნელოვანი არის ძალიან აი ამ ადგილობრივი წარმოების განვითარება, რომ რაღაც პერიოდის მერე უფრო თვითკმარი ქვეყანა გახდეს ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს და აი ხა ჩვენ აი ამ გლობალურ პოლიტიკურ მიწისძვრას რო გავდივართ ჩვენ ჯერჯერობით ძალიან სწორ პოზიციაში ვართ რომ აი ესე განსევთ გავართ და ვთქვით რომ ის ძვრები ო როდესაც რაღაცა ძველი ინგრევა და ახალი შენდება ეს ბუნებრივია რომ ბევრ ქვეყანას და მოთამაშეს ჩაითრებს და აი
ჩვენ აი ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ მაქსიმალურად უნებელიან ნაკლებად დაზიანებული, რასაც ჯერჯერობით უნდა აღინიშნოს ახერხებს საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა იმ წარმოუდგენელი წნეხის მიუხედავად, რაც ჩვენ უკვე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და თან ჩვენ უფრო და უფრო როლს ვიძენთ ამ სოფლიო გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, მაგრამ ჯერჯერობით ისევ და ისევ აი ჩვენი მშვიდობის პოლიტიკის მეშვეობით რაც უნდა გახდეს სამომავლოდ ქვაკუთხედი უკვე ეკონომიკური წინსვლისა, იმიტომ რომ თუ არ იქნება მშვიდობა, არ იქნება არანაირი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება. ამიტომ მშვიდობა არის ქვაკუთხედი ყველაფრის. და ეს ისევ რომ დაუბრუნდეთ ეხლა არ ამგონია რომ ტრამპს ჩვენთვის ეცავდეს, იმიტომ რომ ბევრად უფრო არა ჩვენ როლს კი არ ვაკნინებ არც ერთი წამით, უბრალოდ ისეთ რაღაცებს არის შეჭიდებული, რომ ჯერ გლობალური deep state-ი განგბიროს და მე ჩვენთანაც გადაახლოს ურთიერთობები მე მგონი. და უშუალოდ ამ ეკონომიკურ მას რაც შეეხება ბევრი სპეციალისტი და ექსპერტი სამის დღევანდელ სიტუაციაში ხედავს ერთგვარ მსოფლიო სამომავლო კრიზისის წინაპირობას და ნიშნებსაც და ეს ზოგადად ესე პრინციპში ისტორიულადაც ესეა, ხო დიდი ომების მერე როცა სისტემები მფიტება უაზროვად ევროკავშირი რასაც აკეთებს, ხო ეს ყველაფერი ეს ვალდებულებები არის სამომავლოდ აღებული კრედიტები, რაც შემდგომ თაობებს გაუარესებს სიტუაციებს და ეს პერიოდში როგორც ეს იყო თუნდაც 2008 წლის გლობალური კრიზისის დროს ეს ბუშტი სკდება და მერე იწყება ძალიან მდგენელი პროცესები და ამიტომ აი ჩვენ ერთადერთი უნდა გამოვახციოთ აქედან უნებელებმა და შევეცადოთ რომ აი ეკონომიკა ავაგუგუნოთ მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ეს თუ მოვახერხეთ მართლა უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება საქართველოს სახელი. ალბათ ეს ის შემთხვევაა, როცა ჯობს რადარებზე არ ვიყოთ და ნაკლები ყურადღება მივიქციოთ და ჩვენ თავს მივხედოთ და როგორც გემბძანეთ ეკონომიკაზე ვიზრუნოთ, ანუ დოლარი პროდუქტი შევქნათ და მართლა ტურისტული ჰაბი არ გავხდეთ მხოლოდ და ამ ოპტიმისტურ ნოტაზე ამჯერად დაგემშვიდობებით. გიორგი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი და ჩვენი სტუმარი თამამად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ აუდიტორია იზრდება აქ ჩემი პოდკასტის აყურებლებისა და მნიშვნელოვანი იყო თქვენი აზრის მოსმენა ამ გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ყველასთან ვამბობ, ასე ვასრულებ, რომ საკმაოდ ცხელი შემოდგომა გველის გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში დიდი შეხვედრა არის დაგეგმილი რუსეთის პრეზიდენტის და ბევრი რამ გადაწყდება ალბათ სექტემბრის თვეში შესაძლოა ტრამპს მანამდე კიდე რაღაცა საოცრებები ჩაიდინოს და მოკლედ განსახილველი სასაუბრო ბევრ რამეზე გვექნება. არ დაგვაუწყდეს რომ ოქტომბერში საქართველოში არის ადგილობრივი არჩევნები, ბუნებრივია ჩვენ ამ თემებსაც განვიხილავთ და თუ რამე გნებავთ რომ ბრძანოთ და დღეისთვის დავასრულოთ. სასიამოვნო იყო თქვენს პოდკასტში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეხლა ისეთ საკითხებს შევეხეთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია და ჩვენი არჩევნები არის კი ბატონო 4 ოქტომბერს, იქამდე ძალიან ცხელი ზაფხული გვერდის თითქმის ყველა ადგილში, ეს დღეს რაღაცა კონფლიქტის ნიშნები ღვივდება, კონფლიქტი იწყება, რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება, აქ საუბარი ბოლო პერიოდში იგივე ინდოეთი, პაკისტანის, კამბოჯა, ტაილანდის შორის დაპირისპირებაზე და მოკლედ არის ათწლეულები, როდესაც არაფერი არ ხდება და არის რაღაცა დღეები, კვირები, თვეები, როცა მთლიანად მსოფლიო იცვლება და ჩვენ ეხლა ისეთ დროს გვიწევს ცხოვრება და დაკვირვება და რეფლექსია ისეთ მოვლენებზე, რაც უკვე შემდგომში იქნება რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში აი ეს დღეს მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრად უკვე მემჯერა რომ მსოფლიოს მომავალსაც, ამიტომ ძალიან
ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ყველაფერს და გავაკეთოთ ანალიზი ამ ყველაფრისა და ვიყოთ ნაკლებად ემოციურები და უფრო მეტად რაციონალურები. დიდი მადლობა გიორგი, დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით ჩემ პოდკასტში და დროებით გემშვიდობებით, უკეთესი სურვილებითა და უახლოესი შეხვედრების მოლოდინით, იმიტომ რომ განსახილველი კიდევ უამრავი თემა ვრჩება, ეს ალბათ შეიძლება იყოს უწყვეტი ნაკადი ინფორმაციისა და ჩვენს რეაქცია და რეაგირება უნდა მოვახდინოთ ამ ყველაფერზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, დროებით და წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის მადლობა.